ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები, როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან საინტერესო თემაზე გვესაუბრება ქეთევან ჯანხოთელი, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებასა და ცხოვრებაში მცენარეები. ქეთი, მოგესალმებით, მადლობა, ჩვენ განვაგრძობთ ამ ციკლს და რა თქმა უნდა ნოდარ დუმბაძეს ვერ და არც გამოვტოვებდით, იმიტომ რომ რაც შეეხება მცენარეებს, მართლა ძალიან დიდი როლი აქვს როგორც ცხოვრებას, ისე შემოქმედებაში. და დავიწყოთ, ხო? გავიხსენოთ თვალი გადავავლოთ მის ბიოგრაფიას და შემდეგ უკვე ძალიან ბევრი საკითხი იქნება, რაზეც აქცენტს გავაკეთებთ. გისმენთ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. ნოდარ დუმბაძე ეს ის ავტორი და ის მწერალია, რომელიც ყველა მითის და რომელიც ყველასთვის ძალიან საყვარელი და ახლობელია. როგორც ყველა სხვა დანარჩენ ავტორებს, მასაც აქვს რაღაცა მცენარეები, რომლებიც მასთან ასოცირდება და პირველ რიგში ეს შემიძლია დავასახელო, რომ არის ხაზარულა. პირველი რაც გაგვახსენდება მასთან დაკავშირებული მცენარე, ეს არის სწორედ ეს მცენარე, თუმცა განსხვავებით სხვა ავტორებისგან ეს არის ის ავტორი, ის მწერალი და პოეტი, რომელსაც თავისი თავისი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქის დაგეგმარებაში და აი ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან საინტერესო ავტორია. ესე იგი ბიოგრაფიას რომ მივყვეთ, ის დაიბადა 1928 წელს გაგანია ესე იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მისი ბავშვობა იყო მამის, ესე იგი მამამისი იყო საბჭოთა მოხელე, რომ და ამის გამო მას ძალიან უზრუნველი და კარგი ბავშვობა ჰქონდა, მანამდე სანამ მამა არ დაუხრიტეს ისე საბჭოთა პერიოდის პერიოდში და დედამისი მოხდა გადასახლებაში. სწორედ ეს მისის ბიოგრაფიული მონაცემები დაედო საფუძვლად მის ესე იგი ნაწარმოებებს და ყველგან სადაც ის გვიყვება აი ამ საბჭოთა რეპრესიების შესახებ, ყველგან საკუთარ გამოცდილებას გვამცნობს და ძალიან გულში ჩამწდომად არის ეს ყველაფერი გადმოცემული. როგორც გითხარით, ის დაიბადა 1928 წელს, დაიბადა თბილისში, თუმცა მისი მთელი შემოქმედება გარდა იმისა, რომ თბილისის ესე იგი ლოკაციას ასე ვთქვათ, მოიცავს ასევე მისთვის ძალიან სახასიათო გურის კუთხეს და მიჩნეულიც არის, რომ აი გურული იუმორი და ყველაზე ლამაზად მე მგონი მას აქვს ეს კუთხე წარმოჩენილი თავის ნაწარმოებებში. ესე იგი პირდაპირ მინდა გავამახვილო ყურადღება და მისი ღვაწლი აი ამ რაც ვახსენეთ, აი ამ ქალაქ გეგმარებაზე და პირველი რაც გაგვახსენდება და რასაც ანალოგი არ აქვს, ეს არის თბილისში ჭავჭავაძეზე მდებარე დიდი პარკი მზიური. რომელიც ეს იყო მისი ოცნება და ყველგან რა შემდეგ რაც მას ეს იდეა გაუჩნდა, ყველგან ამაზე საუბრობდა და საიდან გაუჩნდა ეს იდეა? 1970-იან წლებში ქართველი მწერლები მიავლინეს ამერიკაში და მათ იქ იმოგზაურეს და ნახეს ბევრი ქალაქები და რა თქმა უნდა ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე იხსენებს, ეს არის დისნეილენდი. და ძალიან ლამაზად აღწერს იქაურობას და მას შემდეგ რაც ის ჩამოვიდა თბილისში, ესე იგი ჩამოიტანა ესეთი დიდი რუქა დისნეილენდის და მიუცია თავისი შვილისთვის გაუშლია წინ ქეთინოსთვის და უთქვამსო, აი მამიკო, მე აი ამ ბაღს ასეთ პარკს შენთვის და შენი თანატოლებისთვის ავაშენებო და მართლაც ესე მოხდა. 1975 წელს გამოიცა ესეთი მისი წერილი, სადაც რომელსაც ქვია ოცნებას კაცი არ მოუკლავს და რეალურად ეს წერილი იწყება იმით, რომ ის საუბრობს ქართული ახალგაზრდობის აღზრდის საკითხებზე. პირველ რიგში ის წინაპლანზე წამოწევს თავის გამოცდილებას, ზოგადად მიმოხილვას და შემდეგ აი ესეთ მომენტსაც ხვდებით, რომ ის
ასე წერს ამხედურობად ნუ ჩამithვლით და ხომარაჯობება მდინარე ვერეს ხეობაში იქიდან დაწყებული სადაც ახლა ზოოპარკია ვიდრე ვაკესაბურთალოს გადასასვლელამდე ჩვენებური ქართული დისნეილენდი აგვეშენებინა მე უკვე ვხედავ თქვენს სახეზე უნდობლობითა და ირონიით სავსე ღიმილს მაგრამ ნუ აჩქარდებით ამდენ ნალაპარაკებსა და ნაფიქრალს ნუ გადამიყრით ნაგავივით მდინარე ვერეში და როგორ მოხერხებულად ლამაზად კოხტათ ამბობს საყვედურს მდინარე ვერეში გადაყრილ ნაგვის შესახებ და ამითი ეკოლოგიასაც ეხება და აი ასე ის განიხილავს ნელ-ნელა რა შეიძლება და როგორ შეიძლება გაკეთდეს და სად შეიძლება აი ამ საკითხშიც კი აქვს თავისი მოსაზრებები და აქვე ამ წერილშივე დაძდენს ამის შესახებ და ნახეთ აი მე ბევრი ვესაუბრე ამ საქმის მცოდნე ადამიანებს ბევრი არქიტექტორი ინჟინერი მხატვარი მოქანდაკე ეკონომისტი ქვითხურო და კირითხურო მზად არის უსასყიდლოდ ემსახუროს ამ საშვილიშვილო საქმეს ზოგიერთმა ფრიად პასუხისმგებელმა პირმა ისიც კი მითხრა თუ საჭირო იქნება ასეთი კარგი საქმისთვის სახსრები ყოველთვის გამოიძებნებაო სწორედ მათმა ოპტიმიზმმა გამათამამა და განმაწყო ამ წერილის დასაწერად. და სახსრები გამოიძებნა. სახსრები გამოიძებნა. მახსოვს გახსნა მზიურის და დიახ და მართლა საოცარი დღე იყო. 1982 წელს მზიურის პარკი გაიხსნა. ის თავად მონაწილეობდა, როგორც გითხარით, ამ ბაღის პარკის ადგილის შერჩევაში ვაკესაბურთალომდე ვაკიდან დაწყებულიო ზოოპარკიდან დაწყებულიო თვითონ ქონდა ეს ადგილი შერჩეული და კიდევ დოკუმენტური მასალა გვიდასტურებს რომ თვითონ იყო ამაში ჩართული ამ საქმეში იმიტომ რომ შვილს უთხრა ეხლა ვერტფრენით გადაუბრენ ესე იგი ვერეს ხეობას და გამომხედე ფანჯრიდან და მართლაც ასე მოხდა შვილი ქეთინო იხსენებს რომ მართლაც გადაუფრინეს და იმ დღეს საღამოთი რომ დაბრუნებულა სახში უთქვამს რომ გადაწყდა ეს საკითხი ნამდვილად გაკეთდება ეს პარკია და ძალიან ბედნიერი იყო ამითი თუმცა 2 წელი მისი ცხოვრების 2 წელი მოიცვა ამ ყველაფერმა შემდეგ ის სამწუხაროდ გარდაიცვალა და გარდაცვალების შემდეგ ის ამავე პარკში დაასაფლავეს შემდეგ რა თქმა უნდა ვიცით რომ მისი გადასვენება მოხდა თაწმინდის პანთეონში და თუმცა საწყის ეტაპზე ის 25 წლის მანძილზე იქ იყო დასაფლავებული მისი სურვილი იყო რა თქმა უნდა დისნეილენდის ანალოგი ყოფილიყო ანალოგი თუ არა რაღაცა მიმსგავსებული ყოფილიყო და ამიტომ როდესაც საუბარი წამოვიდა იმაზე რომ იქ დადგმულიყო მისი პერსონაჟების ქანდაკებები მცირე არქიტექტურული ფორმები რაღაცა სევდით უთქვამს რომ ამას მე ვერ მოვესწრებიო და სამწუხაროდ მართლაც ასე მოხდა ის ამას ვერ მოესწრო მაგრამ 1980 ორ წელს თუ არ ვცდები მართლაც ლევან ბერძენიშვილის მიერ შესრულებული იქნა აი ეს ცნობილი ქანდაკებები და იქ დამონტაჟდა ასევე გაიხსნა მისი მემორიალი ნოდარ დუმბაძის მემორიალი ეს ბაღი ყოველთვის იყო აი ქართველი ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილი. ჩაფიქრებული იყო როგორც ბავშვების ქალაქი, ბავშვთა ქალაქი მზიური, იმ პერიოდში პიონერთა თავშეყრის ადგილი იყო. მონაწილეობდნენ უშუალოდ ფიზიკური ძალით ჩართული იყვნენ ახალგაზრდები და რაღაცნაირად ეს ბაღი ყოველთვის ქართველი ახალგაზრდობის გამოძახილი იყო. იმ რთულ პერიოდებში, როდესაც 90-იანი წლები იდგა სავალალო თავისი აი ამ რეალობით ბაღმაც თავის თავზე აიღო აი ეს რაღაცა უბედურება და ყოველთვის რაღაცნაირად გამოხატავდა ჩვენი ქალაქის მდგომარეობას. ასევე თავის თავზე პირველი ტალღები თავის თავზე მიიღო 2015 წლის 13 ივნის, როდესაც აილეკა ეს მთელი ბაღი, მაგრამ ისევ ახალგაზრდობა შემოიკრიბა თავის გარშემო და ერთიანი ძალებით თბილისის მერიის ჩართულობით და გვახსოვს ის ერთსულოვნება, ერთმუშტაკეკრული ადამიანები, უმეტეს ახალგაზრდები. მდგომარეობა ყოველთვის რაღაცნაირად თავის გარშემო ამ ახალგაზრდობას შემოიკრებდა ხოლმე ეს ბაღი. მე ერთი ძალიან საინტერესო თანერთი მინდა გავაკეთო, ეს არის
1988 წელს გამოშვებული გაზეთი თბილისი, სადაც ნოდარ დუმბაძეს ეთმობა მთელი დიდი გვერდი. კეთ და უნდა კითხოთ, სად მოიძიეთ ეს გაზეთი? ეს დედაჩემის ბიბლიოთეკით, დედას ბიბლიოთეკით სარგებლობ მე და მადლობა დედას. დიახ, მადლობთ. და ყოველთვის აქვს ესეთი საინტერესო ჩანართები, წიგნებში ჩალაგებულია ძველი შემონახული. დიახ, შემონახულია საინტერესო მასალები და აი სწორედ ერთ-ერთი მათგანი არის ეს და ნახეთ აი 88 წლით თარიღდება 38 წლის წინანდელია და ნახეთ ქეთინო ნოდარ დუმბაძის შვილი იხსენებს მამას ანდერძი არ დაუტოვებია ბოდიში მანანა იხსენებს მამას ანდერძი არ დაუტოვებია ამბობს მანანა მისი ანდერძი და ოცნება მზიურ ქალაქი იყო ყოველ დილით გავცქერი ჩვენი ბინიდან იქაურობას და გული მწყდება ბავშვებს არავითარი გასართობი არ აქვთ ატრაქციონები მოძველებულია საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება სასურველია საზოგადოება მეტად იზრუნოს გამოითქვას მოსაზრებები თუ რის გაკეთებაა საჭირო იმისთვის რომ მზიური ბავშვების საყვარელ ადგილად იქცეს ესე იგი უკვე მოძველებული იყო შემდეგ 90-იანი წლები როგორც ვახსენეთ ეს რთული პერიოდი დაემთხვა და რაღაცნაირად გაუგრძელდა ამ ბაღს რაღაცა დაზიანებულ მდგომარეობაში ყოფნა და როგორც თქვით აი ამ დიდი წყალდიდობის შემდეგ რაღაცნაირად ერთიანად მოხდა მისი აღორძინება რაღაც ფენიქსივით წარმოდგა და ეხლა არაჩვეულებრივად არის გაკეთებული და თბილისის მერია მიხედა და ძალიან ლამაზად არის გაკეთებული შეემატა სკეით უკვე თანამედროვე ელემენტები შევიდა და სკეით მოედანი არის და ველობილიკები და კეთი მზიური ჩავერთვები არის პარკი რომელიც არა მარტო ბავშვებისთვის ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის სასიამოვნო, გასასეირნებელი, დასასვენებელი ადგილი. გეთანხმებით, ნინო, ზუსტად იმ სტანდარტებს შეესაბამება, რომელიც აი მიღებულია მთელს მსოფლიოში და ყველა ასაკისთვის არის ის სასურველი დასასვენებელი ადგილი, ნამდვილი რეკრეაციული სივრცე. და აი ასეთი ესე იგი გარდა სახვა და პოვა ამ ბაღმა აი ამდენი ხნის მანძილზე და კიდევ ერთი ბაღი მინდა ვახსენო რომელსაც ესე იგი ნოდარ დუმბაძე თავის ნაწარმოებებში გვთავაზობს და ეს არის კიროვის ბაღი ყოფილი ესე იგი ყოფილი კიროვის პარკი უბრალოდ და ამჟამად ვერის ბაღი და ნახეთ როგორ საინტერესო მასალას აქ რა თქმა უნდა მისი რაღაცა ხელი არ ურევია ამ საქმეში მაგრამ ნახეთ რა საინტერესოდ გვიყვება და გვიშლის აი იმ ბაღის შექმნის პატარა თავისებურ ხედვას აქ იგი გვიყვება რომ ესე იგი აქ ვითარდება რაღაცა სიუჟეტი და ნახეთ როგორ წარმოიშვა კიროვის ბაღი წინათ სასაფლაო იყო ვერის სასაფლაო უკვე დახურეს აღარავის მარხავენ ალბათ 1-2 წელიწადში ბაღად გადააკეთებენ ვაკის სასაფლაოზე ტევა აღარ არის იმასაც მალე დახურავენ შემდეგ ვრცელდება და აი ამ მომენტში მოკლედ და ბევრი საფლავები იყო და შემდეგ უცებ როგორ გაჩნდა მცენარეები მერე ვიღაცის სასთუმას ტირიფი დაირგო მერე თუთა ნაძვი ჭადარი ფიჭვი მოქონდა წყალი შორიდან ძალიან შორიდან ბაგებიდან, მდინარე ვერედან ეზიდებოდნენ ზურგით, ვირებით, კასრებით, ქილებით, პეშვითაც კი ყიდდნენ საცხოვრებელს, რომ არ გამხმარიყო ხეები და ხეები იზრდებოდნენ, ჩრდილავდნენ საფლავებს, აგრილებდნენ ჰაერს, შრიალებდნენ, ამშვიდებდნენ ჭირის უფალს და ასე ყველა ჩვენთაგანმა იხაროს, როგორც აქ ხეებმა იხარეს. მშვენიერი ბაღი გამოვა ვაკის სასაფლაოდან, მშვენიერი, როდესაც ამაზე ფიქრობ, გონია ცხოვრება ბოლოს და ბოლოს სასაფლაოების ბაღებად გადაკეთების დაუსრულებელი პროცესია და მეტი არაფერი. აი ასე ლამაზად წარმოგვიჩენს ის აი ამ ფრაგმენტს და რა თქმა უნდა მინდა სხვა უკვე კონკრეტული მცენარეებიც ვახსენო და ნოდარ დუმბაძე ძალიან ლამაზად წარმოგვიჩენს აი ესე სხვადასხვა ლოკაციების, სხვადასხვა ადგილების სახასიათო მცენარეებს და აი მაგალითად თბილისზე, როდესაც ის თბილისს ახსენებს თავის ნაწარმოებებში, აი რაღაცნაირად ყველასთვის თბილისი ჭადრებთან ასოცირდება და აი ის თავის პერსონაჟებს წარმოათქმევინებს ჭადრებთან დაკავშირებულ რაღაცა მომენტს.
ასევე არის რომ ასევე ლექსებში ჭადრებს ახსენებს ყოველთვის თბილისთან და მიხვდები რომ ეს აი თბილისის დამახასიათებელი მცენარეებია, სულ რომ არ კონდეს თბილისის ნანახი და აი განცდილი აი ამ ჭადრების ჭრდილში ასოცირდება. ნახეთ მაგალითად, აი ჭადარს ერთი ძალიან ლამაზი ფრაზა მინდა ამოვიკითხო, სახლის კედლებზე მიყნობილან ჭადრის ჭრდილები, ეს ლექსიდან ხამით თბილისში, ასე ქვია ამ ლექსს. და ასევე აი მე აქ შეავჩნევდი ყვავილი ვართ, ხო? ბატონო ეს ქრიზანთემებია. ეს არის ჰორტენზია. უკაცრავად ჰორტენზია ამერია. დიახ, ეს არის ჰორტენზია და ნახეთ ჰორტენზიას რა ლამაზად ახსენებს ის თავის ესე იგი ნაწარმოებში მზიანი ღამე. აქ არის მომენტი, როდესაც ის და მისი პროტოტიპია, ხო, თავარი მოქმედი პირი და გურამი მისი მეგობარი ძმაკაცი, როგორ სხედან ესე იგი ზღვის პირას და ნახეთ, აი უცებ გურამი წამოხტა და გიჟივით გაიქცა ბულვარისკენ. მე გაოცებულმა გავაყოლე თვალი. იგი გარბოდა დიდი ნაბიჯებით ქვიშაში, ეფლობოდა, ეცემოდა, დგებოდა და ისო გარბოდა და ასე გავარდა პლაჟიდან. მერე უცებ ისევ მოვარდა გიჟივით, ნაპირთან მირბინა და მზის ბილიქთან უზარმაზარი ლურჯი ჰორტენზია დადო. მერე მობრუნდა, ჩემს გვერდით დაჯდა აკოშინებული. მზეს ყვავილი მივართვი. და მას შეშურდა, რომ როგორ თუ მე არ მოვიფიქრე ესო და რაღაცა გული დამწყდაო, ისეთი ლამაზი სანახავი იყო და მაგრამ მზეს ყვავილი მივართვი, რა ლამაზად ნათქვამია. მზეს როგორ უყურებენ ერთად და ამბობენ, რომ აი მზე რო ჩავიდა და გაქრა იმ სიბნელეში, გაქრა მზეც ყვავილის გამოსახულებაც და ნახეთ როგორ აღიქვამენ ამას. ნახე გურამ მზემ ყვავილი წაიღო. და აი ძალიან ლამაზად არის, მე ვეღარ მოვითმინე რომ ჰორტენზია არ მომეტანა და რაღაცნაირად აი სილამაზე არ გამეცოცხლებინა აქვე და აი ძალიან საინტერესო მიმაჩნია ეს მომენტი და ეს ქალაქების და აი ამ ადგილების მცენარეებთან დაკავშირება. ნახეთ კიდევ ჩვენ ყველამ ვიცით რომ ყაყაჩო ცნობილი მსოფლიო მასშტაბის რაღაცა ალეგორია სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლის. ნოდარ დუმბაძე აქ რა თქმა უნდა ყაყაჩოს ამ კუთხითაც გვაჩვენებს გაკვრითის ილია ჭავჭავაძეს გვახსენებს ამითი და ასევე ჩვეულებრივ მინდვრის ყაყაჩოზე აქვს საუბარი. აი მაგალითად უკვე ლექსებზე მაქვს აქ საუბარი. ნახეთ ჩემო ატმებო გაზაფხულმა როდის დაგმოსად მინდო რომ წაბლას რძიარძია როდის აგემე როდის გაიგეთ ქალაქიდან ჩემი ჩამოსვლა გზაში წითელი ყაყაჩო რომ შემომაგებეთ. აქ რამოდენიმე მინდვრის ყვავილს ახსენებს, მათ შორის ყაყაჩოსაც და ძალიან ლამაზად წარმოგიდგება ეს ყველაფერი თვალწინ და აი აქ ერთ-ერთ მცენარეს ახსენებს რძიარძია, რომელიც ეს არის კუთხური სახელწოდება მცენარის რძიანაზე, იგივე ეუფორბიაზია საუბარი და ძალიან ლამაზად და ქართულად აქვს ეს აქ ჩართული და თვალწარმტაც მდელოს გამოგვისახავს ამითი. და ნახეთ აი კიდევ რო გითხარით მის ყაყაჩოს ნამდვილი სიმბოლიკა. ამოვიკითხავ ისევ ერთ პატარა მონაკვეთს. სავსეა ცვარნამით ყაყაჩოს თასები, ტიტლად რომ ქარგავენ წიწამურს ტევრიანს, ჭალას რომ რძისფერი ნისლები თავსებენ, ნუშის და ტყემელების ყვავილთა მტვერია. და აქ რა თქმა უნდა წიწამური და ყაყაჩო ილიას დაღვრილ სისხლს გვახსენებს და აი ამითი რაღაცა გამოჰკრავს აი ამ ეროვნულ სულისკვეთების სიმს ნოდარ დუმბაძე. რა თქმა უნდა არის სხვადასხვა მცენარეების, სხვადასხვა რაკურსით ნაჩვენები, თუმცა ვფიქრობ, რომ აი ეს თავისი სათქმელი განსაკუთრებულად კარგად მან გამოსახა აი ამ ხაზარულაში, რომლითაც დავიწყეთ საუბარი და ხაზარულა ეს არის ყველასთვის ძალიან ნაცნობი, რაც არ უნდა მოკლე საუბარი შედგეს ნოდარ დუმბაძეზე, ყოველთვის არის ნახსენები მებებია ილიკო და ილარიონ და ხაზარულა, როგორც სიკეთის და რაღაცა აი ქართული სულის გამომხატველი ელემენტი და ხაზარულაზე მინდა ვთქვა ასეთი რამ, ჩემი რაკურსით შევაფასო ეს მცენარე, რა თქმა უნდა იქ საუბარია იმაზე, რომ გადაბერებული ხე
უნდა მოიჭრას, მიდის იქ იმ საუბარი დიალოგი ბებიასა და შვილიშვილს შორის, რომ დააშინე ეს ხედა მაგას კაცის, ესე იგი, კაცის სიტყვა ესმის და მეო აღარ მიჯერებს, ანუ ბებიამ ცხადა უკვე მისი დაშინება და ძალიან ლამაზი სახალისო და გულში ჩამწვდომი ასეთი მომენტებია და აი უფრო ესეთი მეცნიერული კუთხით თუ განვიხილავთ ამას, გარდა იმისა, რა სიმბოლიკა და რა სილამაზეც და სიკეთეც ამ ნაწარმოებში დებს, ხაზარულა ეს არის რეალურად ვაშლის ჯიში. და ამ ჯიშს ახასიათებს გვიანი ყვავილობა, გვიანი და გვიანამდე ინახავს ამ თავის ნაყოფს. ანუ და სახელწოდებაცო ხაზარულამ იმიტომ არის შერქმეული, რომ აი ხაზარეთში რომ ჩაიტანო მისი ნაყოფი არ დაზიანდება და იქამდეც კი გაძლებს. აი აქედან არის წარმოშობილი მისი სახელწოდება და ის მეთოდები, რასაც იქ რაზეც არის იქ საუბარი ეს დაშინება, ეს არ არის გამონაგონი მცენარეებზე მართლაც არსებობს ესეთი მექანიკური ზემოქმედების საშუალებით რაღაცა ნაყოფი მსხმოიარობას ესე იგი მოუმატებენ ხოლმე სხვადასხვა აგროტექნიკური ღონისძიებებით და ეს როგორც რა თქმა უნდა საქართველოში ბევრი მათგანი იცოდნენ და ერთ-ერთი აი ასე ლამაზად და მხატვრულად არის აქ წარმოჩენილი და სხვა მხრივ კი ხაზარულა რა თქმა უნდა სიკეთის და აი რაღაცნაირი ლამაზი რაღაცა შინაგანი სამყაროს გამომხატველი არის და ყველა ვიცით როგორ ვითარდება იქ სიუჟეტი ამოკითხვასაც კი არ აქვს აზრი იმდენად ყველა ფრაზა ყველა დიალოგის ყველა მომენტი ძალიან განსაკუთრებული და ლამაზია და აი ასე ის ასოცირდება ყოველთვის ნოდარ დუმბაძესთან. და კიდევ ერთი რამ მინდა ვახსენო, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, ესე იგი, მისი წერილი დოკუმენტურ მასალად შეგვიძლია ეს განვიხილოთ, იმიტომ რომ წერილია და რეალობას ასახავს. ეს არის ისევ ოცნებას კაცი არ მოუკლავს ასეთი სათაურის წერილი, სადაც ნოდარ დუმბაძე, როგორც გითხარით, თავიდანვე იწყებს აი ამ ახალგაზრდობის აღზრდის საკითხზე საუბარს და ნახეთ რას ამბობს ის რა თქმა უნდა მიმოიხილავს აი ამ ზოგად მდგომარეობას და ნახეთ თავის გამოცდილებას როგორ აწვდის რომ საჭიროა ბავშვებზე მეტი ნდობა, მეტი დამოუკიდებლობის მიცემა, რომ ისინი სრულფასოვან პიროვნებებად აღიზარდონ და ნახეთ როგორ ამბობს. როდესაც ჩემი თავი ჩააბარეს სოფელში ბაბუაზეა საუბარი ასაკოვან ბაბუაზე ესე იგი მას მოუწია სოფელში გადასვლა საცხოვრებლად იმომიანობის პირობებში და უმშობლების გარეშე დარჩენილს და ნახეთ, როდესაც ჩემი თავი ჩააბარეს სოფელში და უთხრეს უპატრონეო, პირველი რაც გააკეთა, ის იყო რომ სათამაშო, თავშესაქცევი თოხი, მერე წალდი, მერე საწნახელი, გოდორი, გიდელი, ჩაქუჩი, ნამგალი, თოფიც კი გამიკეთა. ნაკვეთიც გამომიყო თავშესაქცევად და 3 წლის შემდეგ 12 წლის ბავშვს მომაკვდავმა დამშვიდებულმა ჩამაბარა ოჯახი, მამული და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. და ეხლა ნოდარ დუმბაძის ბაბუასთან მიმართებაში გამახსენდა ერთი პასაჟი. ნოდარ დუმბაძეს კითხეს, ვინ მიგაჩნია ინტელიგენტ ადამიანათო და ინტელიგენტი ადამიანი ბაბუა ჩემი, რომელიც სოფელში დაიბადა, გაიზარდა, გარდაიცვალა. და 3 წლის ბავშვი რო შეაღებდა მის კარსო, ეტყოდა, სკამს გამოწევდა, მოგძანდით დაბრძანდითო. დიახ. აი ახასიათებს ინტელიგენტ ადამიანის დამოკიდებულებას თუნდაც პატარა ბავშვებთან და ის ბავშვების დიდი მოყვარული იყო საქართველოს დიდი მოყვარული იყო მიუხედავად იმისა რომ ის საბჭოთა გაგანია საბჭოთა კავშირის პერიოდში მას უწევდა რომ ყოფილიყო ჯერ მწერალთა კავშირის მდივანი იყო შემდეგ იყო თავმჯდომარეც იმ პერიოდშივე იმდენ ადგილზე საუბრობს ღმერთზე ახსენებს ეკლესიას და აი იმდენს ბედავს მოდი ასე ვთქვათ მაგრამ ნახეთ როგორ აკეთებს ამ ყველაფერს თავისივე ნათქვამია რომ მწერალიო სტრიქონებს შორის უნდა წაიკითხო და იმდენად სიტყვის ისეთი ოსტატი იყო რომ აი იმ საბჭოთა გაგების ადამიანებისთვის წერდა ტექსტს და სტრიქონებს შორის უკვე მკითხველისთვის იყო ნაგულისხმები და
ბევრი სიტყვა და სიყვარული დაგვიტოვა და მადლობა მას ამისთვის. კეთი, ძალიან დიდი მადლობა. აი ესე ერთი ამოსუნ თქვით ამბობისთვის, იმდანაც საინტერესო იყო, რომ სიამოვნებით გისმინეთ და დარწმუნებული ვარ არა მარტო მე, ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა და გარდა იმისა, რომ ნოდარ დუმბაძემ დაგვიტოვა არაჩვეულებრივი შემოქმედება, დედაქალაქს შეამციურის პარკი, რომელიც ნოდარ დუმბაძის დამსახურება, ეს იყო მისი იდეა, რომელიც წლების მიღმა, აწლევლების მიღმა იყო მისი ოცნება და ეს ოცნება განხორციელდა და ამისთვისაც დიდი მადლობა მას. მადლობა კეთი. ეს იყო გადაცემა მწვანერჩევები. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ კეთევან ჯანხოთელთან ერთად ნოდარ დუმბაძის შემოქმედებასა და ცხოვრებაში მცენარეებზე და შემდეგ 4 შაბათს, რა თქმა უნდა, ამ გადაცემით დაგიბრუნდებით. რადიო იმედის სტილის სახე აგრძელებს მაუწყებლობას, თქვენ თავ რჩებით. დროებით.